რომელშიც კახურ დერბიში ის გარეშე ვართ. ერთ-ერთი გუნდის კართან რაიმე ხირებული არ შექმნილა. ეს კარგი მოქმედება, ტაბატაძის დარტყმა შედგა კიდევ ერთი დარტყმა და გაიხსნა ანგარიში დღევანდელ დაპირისპირებაში იბერია გადის წინ. გიზო მამაგეიშვილის მორგი გოლი ჩვენს ჩემპიონატში. რიგით მეხუთე წუთზე გახსნა მამაგეიშვილმა ანგარიში, ახლა ეს უფრო ადრე მოახერხა. აქ რა კარგად ითამაშა ჯერ სიხარულიძემ, შემდგომ ტაბატაძეს დაუბლოკეს და მამაგეიშვილს მიუვიდა ბურთი, რომელსაც კარგად ჰქონდა პოზიცია შერჩეული და აუღებელიც დაუწყა ბულისკერიას. ესაკ ბურთი ფეხიდან ჩიხრაძეს და ტაბატაძე წავა აუცილებლად გამწვევებაზე, მეიტე მის პირისპირ, ტაბატაძე წაიქცა ჯარიმა. თან ძალიან საერთოდ პენალტი კი ბატონო საჯარიმოში ხდებოდა ეს ყოველივე და აქ მეიტეს ამ ქმედებას გავიგეთ ტაბატაძის გამორბენი დარტყმა კარის მიმართულებით და ბულისკერია მაუღო. ძალიან სულად დაარტყა ტაბატაძემ ეს პენალტი. ხალაძის გამორბენი დარტყმა კარის მიმართულებით იყო 100. რაღაც რო თავისებურად ყველა გუნდის გვეიმედება, იბერია ალბათ ყველაზე გამართულ ფეხბურთს თამაშობს ამ გადმოსახედიდან ჩვენს ჩემპიონატში. თუ აი ამ ბოლო გადაცემას არ ჩავთვლით, აბუაშვილი დარტყმა კარის მიმართულებით და რალამაზი გოლი გიორგი აბუაშვილის შესრულებით. შედევრი, რომელიც შექმნა აი ამ ამბიციურ გუნდში თამაშს. შეცდომა. მოისრაფიშვილის პასი, რომელსაც აგველი გადაცემა ჩაიწერა აქტივში და საიდან თხა და გაიტანა. მეგრელიშვილსაც დაკარგული ჰქონდა პოზიცია და გუნდის გადარჩენა ვერ მოახერხა. აი ასე გაუჯავდა თორნიკე მეგრელიშვილი მისი გუნდის უკანა ხაზელებს. არიხის ძელის დახმარებით მოისრაფიშვილის გამორბენი დარტყმა პირდაპირ ცოცხალ კედელს ხვდება მუხტი, მოისრაფიშვილი. გაამწვა შეტევა, ჩაწოდება და იქნება კუთხური. ობი კვლავ ფაღავა კიდევ ერთი ჩაწოდება დარტყმა კარის მიმართულებით და ანგარიში ხდება 2-1. ფოთის კოლხეთი გადის წინ, რა ეფექტური გოლები გააქვს დღეს კოლხეთს. ლადო ჩიხრაძე ამჯერად და მეკარე საბა ბოჭორიშვილი. ნუ სამი თავდამსხმელი ყავს ამპლუით კორღალიძეს განაცხადში. მოშტელიანის, ხირტლაძე ახლოდიანი ნებისმიერ შეიძლება ვიხილოთ, აქ ხარიხა მიხსნა კოლხეთი გრძელდება შეტევა სილაგაძე კარგად მოქმედებს, კიდევ ერთი ხარიხა, მაგრამ ამჯერად ბურთი შევიდა კარში. ლუკა სილაგაძე კორღალიძემ ცვლილება გამოიცნო, დაბომბეს აქ იბერიელებმა. განმეორებით ეს მომენტი, დადიანის დარტყმა ხარიხა, შემდეგ სილაგაძის რა კარგი ცრუ მოძრაობა და ხარიხის დახმარებით ანგარიში ხდება 2-2. ყველაფერი იწყება 0-დან. ძალიან უხგოლიანი შეხვედრა გვაქვს, ესეც უნდა ვთქვათ. კარტავა კლასი შემდეგ და მარცხნივ ჯგერენაია. კიდევ ერთი ჩაწოდება. გრძელდება შეტევა, ჯარიმა არ ფიქსირდება და აქ არა, შვილი მოიტანეს ბურთი სტუმრებმა დროებით აბუაშვილი შორეული დარტყმა. მეგრელეშვილი მზად იყო ამ ბურთის ართვეს ბურთი აქ გააჩანჩლა ეპიზოდი და დასრულდა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ფრე 2-2.